მოგესალმებით, დავიწყოთ მეგობრებო, საერთაშორისო ამბებით. ეხლა ხას გავიგე რომ ტრამპმა გასცა ბრძანება ამერიკის მოქალაქეების ისრაელიდან ევაკუაციისა. ასევე ჩვენ ვუყურებთ ფრენების რუკას სოფლიოს და სამხედრო თვითმფრინავები მიემართებიან ევროპიდან, ამერიკიდან, მიემართებიან რეგიონში. ძალიან დიდია საფრთხე ესკალაციის და ეს არ არის კარგი, რომ ჩვენთან ყურის ძირშია. მე უბრალოდ მინდა ექსტრაპოლირება გავაკეთო საქართველოზე. ნებისმიერი ომი, მით უმეტეს ყურის ძირში ომი, ახალი და ძალიან სისხლისღვრელი აიძულებს მოსახლეობას უბრალოდ, რომ დაუჯეროს მთავრობას, მივიდეს მთავრობასთან. მით უმეტეს ისეთ მთავრობასთან, რომელიც მუდმივად იბრძოდა მშვიდობისთვის. აი ამ პირობებში შენი სტატუსიც წავიკითხე და მეც დავწერე, ამ პირობებში აგენტები, რომლებიც ასუსტებდნენ ქვეყნის უსაფრთხოებას, რომლებიც რაღაცნაირად მაინც ითრებენ ქვეყანას ომში, რომელიც ცდილობენ რევოლუციის თუ არეულობის თუ ამბოხების მოწყობას, უნდა გაუთანაბროთ მართლაც უცხოელ აგენტურას, რომელიც სახელმწიფოს ემუქრება და უფრო კაცრად უნდა ვიმოქმედოთ. ამ პირობებში, როცა რეგიონი არის ძალიან დაძაბული, როცა ვემზადებით და უნდა მოვემზადოთ ცუდისთვის და ღმერთი გადაგვარჩენს ალბათ, მაგრამ მაინც მთელი უსაფრთხოების ძალები, მთელი პოლიციური ძალები, საზოგადოება უნდა იყოს ერთად კონსოლიდირებულად და უნდა მივცეთ თუ იქნება რაიმე ცუდი სერიოზული პასუხი, გავცეთ ამას. აი ეს ვირიშვილები, რომლებიც ურევენ შიგნით, მართლაც მოღალატეები არიან. ეხლა პირდაპირ ვამბობ რა, მათთან რაღაცა ენის მოჩლეკით ლაპარაკის დრო დასრულდა. კი, დანუხება, შენ მარტო შიგნით თქვი. მეორე არის შიგნით ყოფს ვინ ახალისებს გარეთ. ხო, დღეს ვნახეთ აქცია პერფორმანსი, სადაც სისხლის სამართლის დამნაშავეების პოსტერებით გამოვიდნენ ისინი, რა ქვია, იუკნევიჩიანები და რა ქვია იმას იუნიკორნი რო არის მარკეტა გრეგოროვა და სააკაშვილის ფოტოთი კი ბატონო როდ გახარ და რო ამბობ რომ აი მე ახლა საქართველოში უმაღლესი სამართლიანობისთვის ვიბრძვი აქედან და ხელში ანუ სხვა ყველა რო გვერდით გადავდოთ 1000 ჯურის ნაძირალის ფოტო ეჭირა მიშასი ბაჭო პროსტა რო აი ამ რასა იუკნევიჩიანეს რო ეგუჭირავს და მე ფორმულაზე და იმაზე რა ქვია თავარი აღარაა და ტევ პირველზე რომ დიდი სიამაყით ამის ტრანსლირებას ახდენენ რომ აი ნახეთ როგორ გვიჭერს ჩვენ ევროპა მხარს აი ზუსტად მაგის გამო არის რომ უახლესი კვლევით ბოლო ერთ წელს 17%-ით დაეცა დობა ევროკავშირის მიმართ, იმიტომ რომ ანუ მსგავს ორმაგ სტანდარტს და მსგავს უსამართლობას რო უყურებ შენი ქვეყნის მიმართ და ეგ პირდაპირ შენი ქვეყნის მისამართ აღიქმება. იმიტომ რომ ანუ მანდ რო დაჟე მარტო რიტორიკა იყოს რომ აი ჩვენ პოლიტიკოსები არ მოგწონს კიდე რაღაც სხვანაირად მიუდგებოდა რა ადამიანი რა მაგრამ ანუ შენ რო სისხლის სამართლის დამნაშავეზე რეჟიმის შემოქმედზე მწამებელზე გამოუპატიურებელზე გეუბნებიან რომ ამის გათავისუფლება და ამის ოპოზიციურ ძლიერ იმაში რა ქვია თანამშრომლად აღიარება შენი მხრიდან არის აუცილებელი წინაპირობა იმის რომ შენ კარი არ დაგეკეტოს ევროკავშირში მრავალწლიანი შეუსვლელობის გზის სხვანაირად შეუძლებელია რა და მე სანამ შენ შეგეკითხები ერთ რამეს ვიტყვი რა რომ მე უფრო შორს წავალ მოდი ფეხებზე რა დავიკეთოთ ეს მათი წამკეზებლები უბრალოდ ჩვენ აქ კანონის სახელით აი ამ ტიპებს რომლებიც ასე თუ და დაძაბულ დროს კანონის სახელით თუ და გაუსწორდეთ რა კანონის სახელით კიდე ერთხელ ვამბობ მათი რაღაცა ვირიშვილობა თუნდაც მცირე მაგრამ არეულობის ცდილობები ძაბავს უსაფრთხოების სამსახურს რა რომელსაც ეხლა იცი რას უნდა აკეთებს და დარწმუნებული ვარ აკეთებს კიდეც მოახლოებული შესაძლო საფრთხის საერთაშორისო საფრთხის აი აქედან როგორც სამხრეთიდან იმის შესახებ უნდა ზრუნავდეს და ზრუნავს კიდეც და ამ დროს რესურსების გადაკაჩვა რაღაცა მართლაც აგენტ ვირიშვილებზე ეს ეხლა ეს არის ღალატი კი და თან ჩვენ ხედავთ რომ ამ ოპოზიციურ ფლანგს გინდა აქტივისტურს გინდა NGO-ს გინდა მედიას და გინდა პოლიტიკურს პროვოკაციის მოწყობაზე მეტად არაფერი არ უყვარს შესაბამისად მათგან მოსალოდნელ პროვოკაციაც რასაკვირველია ჩვეულებრივად ძალიან მაღალი რისკის შემცველია და მაშინ როდესაც ესეთი არასტაბილური ვითარებაა და ალბათ გეოპოლიტიკურად ყველაზე არასტაბილური ვითარება არის რაც კი ჩვენ დამოუკიდებლობის პერიოდში ყოფილა სუფთად გეოპოლიტიკურად ვამბობ და როდესაც მთელი რეგიონი და მისი მიმდებარე ტერიტორიები არის ომში
და მართლა ჩვენ რა პატარა ოაზისივით გვაქვს მშვიდობა და განვითარებაზე ორიენტირი ამ დროს რომ შენ კიდე დამატებით იმას იგონებ იმიტომ რომ არანაირი საფუძველ რეალობა არ გაქვს და რევოლუციაზე გადადიხარ და რევოლუციაზე საუბარს ღია რიტორიკაში იწყებთ ჩვენ ხო ბევრს გიჩვენებთ რომ აი რამ გააბლატავად რატო დაიწყეს ანუ ისეთ მოჩმორებმა ლაპარაკებს შუბლით უნდა შევასწრეთ და რევოლუცია ღიად უნდა ვილაპარაკოთ და ასე შემდეგ რა იმიტომ რომ ყველაზე დაძაბული მომენტი არის ახლა რეგიონალურ მასშტაბით და ხო ანუ ეხლა აქვს რაღაცა მიცემული მაგისი ძირში ვერ აღიკვეთოს რა ხო რასაკვირველია ძირში ცალსა ერთი პატარა კიდე დეტალი ისრაელის ექსპერტებმა დაიწყეს აი ჩვენ რომ უკრაინელები გვაქესებდნენ აზერბაიჯანის წაკესება რომ გაისეინეთო რეგიონში ვიცით რომ იმ ხარის 20 მილიონი აზერბაიჯანი ესეც ხო ხვდები არა მიუხედავად იმისა რომ ისრაელს და აზერბაიჯანს სამხედრო კავშირი ძალიან დიდი აქვს მაინც ბიჭო ჩდება რაღაცა კიდევ ჩდება არასტაბილურობის კერები და ამ დროს ნუ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორია გაყინული ბოდიში გაყინული აზერბაიჯანის სომხეთის კონფლიქტი ანუ მაგ დროს ყველაფერი უფრო მეტად მძაფრდება რა თქმა უნდა მოკლედ ჩვენ უნდა შევახსენოთ ყოველ გადაცემაში ალბათ ჩვენ ამბობთ რომ ესე იგი საქართველოს არის ის იშვიათი გამონაკლისი მის გარშემო აბსოლუტურად ყველგან არის ხო ცეცხლის ალი არის ომი და ესეც არ უნდა დაგვაუწყდეს რომ საქართველოს თქვა ისტორიული მისია იყო ყოველთვის სხვა იმპერიებს შორის ვაჭრობა, ლავირება, ბოლომდე არ მინდობა რომელიმეზე და ასე შემდეგ. მაგალითად შედარებისთვის ხო და შესაბამისად აქედან გამომდინარე ჩვენ რადგან გასაყარზე ვიყავით საქართველოს ყოველთვის გამოიყენებოდა ბუფერად ჩვენ რაღაც გეოპოლიტიკის საფუძვლებს რომ მივადგეთ საზღვაო და სახმელეთო მმართველობის პრინციპიდან გამომდინარე როდესაც ანგლოსაქსების ჩვენ ხვდებით არასაზღვაო მმართველობის პრინციპში არამედ ხო ჩვენ უფრო კი ბატონო კონტინენტურში და უმეტესად რუსეთ ხო მანდ მოგვიხსენიებენ და მოგვიაზრებენ თუ შედარების გავიხსენოთ მაგალითად ავსტრალია რა ქვეყანა რომელსაც ბოლო ომი ჰქონდა სირაქლემებთან და შვედეთმა მსოფლიო ომები გამაზრდა საქართველოს არ არის ესეც საქართველოს ყოველთვის იყო ჩართული სხვადასხვა ომში ჩვენ ვართ პირველი თქვათ ქართული სამარ პირველი მმართველობა რომელიც ამბობს საარჩევნო სლოგანად იყენებს ამას საარჩევნო და ფაქტია და ამიტომ ამაყობთ ყველანი რომ ბოლო 10 წლეულიად პირველი მმართველობა როცა ომი არ ყოფილა ხო ხვდებით რა რაღაც ავსტრალიაში ბოლო ომი სირაქლემებთან ჰქონდათ და ესე არის საქმე ანუ საქართველოს იყო მეომარი ქვეყანა და საქართველოს ყოველთვის ასე თუ ისე რაღაცა მხრივ ომი წარმოებდა ხოლმე ამ ეხლა გადანაწილების პირობებში სადაც დიდი ვაკუუმებია შექმნილი და ამ ვაკუუმების ასათვისებლად სხვადასხვა ამოვსებას კი ბატონო ამ ამოვსებას სხვადასხვა ძალები ცდილობენ შესაბამისად ჩვენ სამეზობლოში ყველგან არის ომი ახლო აღმოსავლეთში არის გაგიჟებული ომი იმიტომ რომ ახლო აღმოსავლეთ სხვა ომები ამას არ შეედრება იმიტომ რომ ირანი არის პირდაპირ პროქსებით კი არა მაგას ვამბობ რა რომ პირდაპირ თან ირანი არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ანტი ამერიკული თქვათ პაკისტანიც იქვე არის და ეხმარება კი ბატონო და ნუ ანუ საოცარი ამბები იქნება და გარდა ამისა დავასრულებ კიდე თუ შეიძლება ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიმდინარეობს დარტყმა და ტრამპს თხოვეს ის 10 ტონიანი ბომბი რომელიც ბუნკერსში ჩააწერა იქ არის გამდიდრებული ურანი ცენტრიფუგები რა ვიცი რადიაცია ქარის საით დაუბერავს ახლოს არის ეს ყველაფერი ჩვენთან ბერდია სიჭინავამ მაგარი გადასვლა ოფიციალურად განაცხადა შემდეგი გავშვით გახარიას პოლიტიკური გუნდს უკვე მიღებულია გადაწყვეტილება რომ დაიჭირონ გახარია დაიჭირონ პოლიტიკური პარტია აგრძელებს ჯოულებრივ ცხოვრებას მაინც გახვალთ არჩევნებს ჩვენ ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს და ანონსებული გვაქვს შესაბამისად მე ვთვლი რომ ამ ბრძოლის ინსტრუმენტზე უარის თქმა იქნება ძალიან დიდი შეცდომა მე ძალიან ბევრი არგუმენტია მოხდეს ჩვენ ინგა არ მიყვება ჩვენ გეგმა გვაქვს რაც არ უნდა მოხდეს გახარია იგას აღელვებს ალბათ რომ ხაზარაძის დაჭერა იმიტომ რომ ხაზარაძე არის და არა გახარია მაგრამ ნუ მორჩა გახარია გასაგებია მე მგონი მანდატებსაც არ დატოვებენ ანუ
ესენი შეიძლება გავიდნენ პარლამენტიდან, მაგრამ მომდევნო ხალხი შეიძლება იარონ კიდევაც პარლამენტში, საერთოდ არ არის გამოცხადა. შეიძლება საქმე იქამდეც მივიდეს, რომ ესენი მოვიდნენ და ეს თვითონ გახარიაც პარლამენტში დაჯდეს. ხო, მე მე ზუსტად არ მახსოვს ვადები როგორ არის და სამართლებრივად როგორ არის, თუ უკვე არ აქვთ ამოწურული მაგის ვადა და უფლებამოსილება, რა ვიცი, მომენტ ეხლა დღეს ვერატო არ შედიან. თუნდაც ერთი შეკითხვა დავსვით, აბა მეგონი სწორად. ვინც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, იმ დებილ შმოპოს მინდა ვკითხო. რა უფრო აძლევს ეგრეთ წოდებულ რუსულ რეჟიმს ლეგიტიმაციას? თქვენი არ მისვლა თეას კომისიაზე თუ არჩევნებში მონაწილეობა. ანუ ტიპები ვინ მაოცებს, ცი? თეასთან რო არ მივიდნენ კომისიაზე, მაგრამ არჩევნებში რომ მონაწილეობა. რატო გავოცებს? უყურე იქ რომ რა არის ეგეც? უყურე მამუკა ხაზარაძე. ხო, მამუკა ხაზარაძე. მივიდეს, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას იღებს, მაგრამ კომისიას ლეგიტიმურად ხო? იქ რიად ვაპრასები იქნება, რომელზეც მისი პასუხიც და უპასუხობაც იქნება გაცილებით უფრო მძიმე სატარებელი ტვირთი. ვიდრე დაჭერა? დაუშვოთ მისი. ვიდრე არჩევნებში მონაწილეობა. არა, შალვა ამბობს არა, ორივე მონაწილეობას. შალვამ რა თქვა, რომ თუ ლეგიტიმაციას არ ანიჭებ იმ კომისიას, რატო ანიჭებ ლეგიტიმაციას არჩევნებს? და იმ ხელისუფლებას, რომელიც ამარჩევნებს დაბლა არის, ვიდრე არჩევნებში მონაწილეობის მიღება. და ეხლა შეხედე, შენ რასაც ამბობ, ეგეც სწორია, რომ ეს არის რეალური დისკომფორტია. ეს არის წმინდა, თქვათ არა, შალვა ამბობს სამართლებრივი ისეთი ფორმალური ლოგიკიდან გამომდინარე და შენ რასაც ამბობ, ეს არის პიარული თვალსაზრისით, რომ მართალი იქ რომ მიხვიდე, მაგრა დაკაჭავდები რა, როცა ხარ ხო, მაგრამ ჩემი ლოგიკა არის ტყვია გაუმტარი. ანუ ადამიანებიც სწორია. ადამიანებს არ უნდა ნაკლები ზარალით გამოვიდა ეხაო რა ბაჩოს მაგის თქმა. შენი აზრი? რა თქმა უნდა, სალსახა. მე მგონი არჩევნებს თავისიანებს უფუთავს, რომ მე ბრძოლის იარაღად ვიყენებ ამას. და კომისიაზე მისვლა და ისეთი კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელზეც ის რეალურ პასუხს ვერ გასცემს და მოუწევს რომ კარატე ჩაატაროს და 1000 ტყუილი მოიფქროს, რომელშიც აუცილებლად გამოიჭერენ. კი, ლუღლუღი რა. კი და რომელშიც ყველაფერი ის უკვე მისი პირითვე მაგიტო გთქვი რომ პასუხის და უპასუხის გაუცემლობაც ერთ და იგივე იქნება თქო. მისი პირითვე დადასტურდება. რომ ხო აი ვიღაცას ხო არ ეჯერა რა შეიძლება რა თუნდაც მისინას რომ რა კაი რა კონსტანტა როგორ გააკოტრა რა შუაში. არა კაცო, გამოძიება არსებობს მაგის. კი, მასალები. კი, სადაც თვითონ არ ზის და ამ თემაზე არ ლაპარაკობს. ხო, კითხვა დაისმევა რა თქმა უნდა. კი და ეხლა მიდი შენ მართლა რაც გაქვს ჩადენილი, მიდი მოიგონე ეხლა თან ესეთ ვიზელ ლაპარაკობს. ეს ორივე მართებია. ბუჩუკური გავუშვით, ძალიან საინტერესო ამბობს, გახარიას ბუჩუკური გავუშვით. წარმოგიდგენიათ თუ არა რომ ასე შეიძლება აპატიმრებული ლიდერის პირობებში შეხვდეთ ამ კამპანიას. გადასარევადი წარმომიდგენია ერთ-ერთი ვერანაირი ისტერია და პანიკა ერთ-ერთ მხარეს თქვენ იცით რომ მეორე მხარეც საკმაოდ ისტერიულია ამ მიმართულებით, მაგრამ ამ შემთხვევაში ოცნებაზე გავამახვილებ ყურადღებას, ვერანაირი მუქარა და ზეწოლა ოცნების. მეორე მხარე ვერ გავიგე, თვითონაც ნაცები, ანუ ვითომ ნაცები, მარტო ნაცებს მიმართ. ნაცები, ხო, ნუ გასაგებია გახარიას გარეშეც წარმოუდგენიათ არჩევნებში მონაწილეობა, ხო? და ვაფშე გახარიას გარეშეც წარმოუდგენიათ ცხოვრებაც და კარგად ცხოვრებაც. კი ბატონო. რა ვიცი, სალომე სამადაშვილი გთხოვთ თუ შეიძლება. აბსოლუტური აბსურდი მგონია, რომ ამ რეჟიმს დღეს ადარდებს აი ისეთი რაღაცა ის მაგარს ამბობს მე ნახე. იმის რომ ვიღაცა მიიღებს თუ არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ეს ფაზა დიდი ხანი არის გავლილი. მათ ადარდებთ ერთადერთი რამე, რომ გაანადგურო ყველა შეიძლება. ეხლა ნახე რას ამბობს. რა შეიძლება ამას დაუპირისპიროს საზოგადოებამ. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დიდი ოღონდ ნამდვილი ერთიანი. არ გამოდის სალომე ეს ერთობა. აი უყურე რას ამბობს. ციხეშია მელია, ციხეშია ზურა ჯაფარიძე, ციხეშია და სხვებს აღარ ჩამოთვლი ხარ რამდენი სინდისის პატიმარი, რამდენი პოლიტიკური ანუ დავნებდეთ. ანუ ერთობა არ გამოდის და ცალკე არ გამოდის მოგება. ბოლოს ამბობს მაგას, მივიდეთ. თუ არ გამოვა, საქართველოს ძალიან გაუჭირდება ამ ომის მოგება. აი უყურე რა დებილი გააჩერეთ, რა დებილი პოლიტიკოსია. ამ ვითარებაში, როცა მართლა ცეცხლის ყალში ვართ. ომის მოგება, ომი რატო უნდა ახსენოთ დებილო? აი ეს ხო ელემენტარული ინსტინქტი უნდა გქონდეს, რომ ომი არ ახსენო რა. არა მართლა საქართველოს გაუჭირდება ომის მოგება. შენ ამბობ ფლანგზე, რომელმაც ის კი არა რომ ომი ტერმინი რატო გამოიყენა. რომელმაც პირდაპირ ეთერში შუაგულ რუსთაველზე თქვა,
რომ მე მირჩევნია ბომბებიც ვიოდეს იმ სირცხვილს რაც ვიგრძენი უკრაინასთან არასათანადო გაწეული დახმარების გამო. გუშინ გამახსენა საახალწლო ნაძვის ხეზე რაღაცა მშვიდობის ქალაქი თუ რაღაც ეწერა. გალაძეს და ესენი მიუვარდნენ მშვიდობა როგორ დააწერე. მშვიდობა დახი. ანუ აი შენი ამ დაწერილი მშვიდობითო შენ უკრაინელებს ირიბად ანუ ეს ავად საქართველოს ღუპაო. ჩვეულებრივად ვინ ქართული ოცნებიდან რო დაიწყეს ვთქვათ ირაკლი გობახიძე მამუკამდინარაზე მსაუბარი რომ ომის პარტია რო შეარქვეს რა და თავიდან ხო ცოტა ქილიკით უდგებოდა ეს ხალხი. ანუ ომის პარტია დაჟე ნაკლებია რაც ის არის. ნაკლები ბოროტები. ესენი არიან ომის პროპაგანდისტები. ანუ აი ბალეშიკობენ ომს. აი ვინმეს თუ ეხა ეჭვებარება ამაში ხო? ტიპები გახსოვს შვიდობა რატო დააწერეთო? ნაძვის ხესო. და ნაძვის ხე ვაფშე რატო ჩართეთო? ხო, როგორ ჩვენ ომი გვინდაო და ნინო ლომჯარი ამბობდა ბევრად მირჩევნია სინდისის კენჯნას და სირცხვილით დაწვას ბომბები დაუწვა. ზოგადად იმ ბომბებს აქ არასოდეს არ დახვდებოდა თვითონ. რა თქმა უნდა, კაცო. ეგრევე მოწყდებოდა. რასაკვირველია, მაგრამ ურე იმაზე რა ქვია, ნაცების მართლობის შემფასებელი ფოლკლორული ტერმინი, რომელიც ფოლკლორული ტერმინი იყო და არა პიარ ტექნოლოგია და ვინმეს მოფიქრებული, ანუ ხალხის მოფიქრებული რაც იყო. რასაც დაერქვა და დღემდე ქვია და ყოველთვის ერქმევა სისხლიანი 9 წელი. ჯერ ცადეს რომ ეს ყოფილიყო საქილიკო მოცემულობა, რომ აი თითქოს სისხლიანი 9 წელი რა აბსურდია და სად იყო სისხლიანი 9 წელი და ვინც ამას ამბობს როგორ იტყუება და როგორი პროპაგანდის ხერხია და შემ. და ეხლა რეალურად მართლა ეს რაც იყო მისაბრუნებელი კითხვა ამათ მოქმედებებზე, რომ აბა ომი გინდა. ეხლა ხო მაღაზია არის გადასული, რომ ზუსტად იგივენაირი ქილიკი, როგორც სისხლიან 9 წელზე, რეალურ სისხლიან 9 წელზე. რომ ანუ აი აბა ომი გინდა, რა მაგ კითხვას ვინც სვავს, თურმე ის როგორ დეგრადირებული არის და რა შუაშია. ერთი პასაჟი ხო არ გამოგეპარათ. ინგაევნო ყველა დაჭერილეობდა. აბა რა ვქნათო, ხო არ დავნებდებით. ანუ ხტები გეგმა არის ეს, რომ რა ვქნათო. ხო, ნუ რა უნდა ქნათ და გასაგებია. ხოშტარია გაუშვით. რუბლიოვნა. ზოგადად საერთოდ არ მესმის, როგორ უნდა მიცე პოლიტიკოსმა დღეს შენ თავს უფლება, რომ აკადრო შენ გასპარჟა KGB. აყურებინო კაცრა ერთმანეთის და შეურაცხო პოლიტიკოსებად, მაგრამ საკითხი არის მარტო იმაზე კი არის, ჯერთი დისკუსიის არსებობა არ არსებობაზე არ არის, დისკუსია იყო პლატფორმაში, დისკუსიაზე კარი არავის არ ჩაუკეტე, პირიქით ადრე იყო ლაპარაკი და ჯერ არ გვინდა ვიცახდეთ, მე ჩვენ ვისხედით პლატფორმაში იყო დისკუსია, იყო შეთანხმება. პლატფორმაში ნო ფანჩატურში დავანებოთ. დღეს ჩვენ დისკუსიის ნაკლებობა კი არა გვაქვს. გულწრფელად უნდა ჩამოყალიბდეთ სტრატეგიაზე, რა არის რეჟიმის დასრულების სტრატეგია. გავაჩერეთ შეიძლება. არის თუ არა რა ეგ იყო არის თუ არა გავაჩერეთ რა. ზეწოლა, რომლის ნაწილიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობის არმიღება. ოღონდ ამაზე თუ შევთანხმდებით, მე ასევე უნდა დავსხდეთ ერთად და შევთანხმდეთ, რას ვაკეთებთ ამ არ მონაწილეობით. ბიჭო, უყურე, პლანეტა მართლა ცეცხლის ალშია გახვეული რა. აუ, ასეთი დებილები დედამ როგორ შობა. სრული დეგრა ესენი არ იყვნენ ესეთი დებილები თო. ამათ ხმები როგორ აიღეს ამ იდიოტებმა. ბოდიში მეტი არაფერი არ მამფიქრდება. ანუ საზღვარი არა აქ იდიოტის ტიპები. არის თუ არა ეხლა უნდა ჩამოყალიბდეთო, არის თუ არა არ მიღება არჩევნებისო და არჩევნებში არ მიღებით თურმე დასავლეთი, რომელსაც ეგზისტენციური საფრთხე უდგას, ოღონდ მართლა რაღაცას მოიმოქმედება. ბურჯანაძეს რო ლანძღავდნენ, გახსოვს ესენი? როგორც რო პრორუსი ის არის პოლიტიკოსიო რა და მარტო მაგიტო არ შეიძლებაო რომ მაგასთან რაიმე ან გავაკაროთ რაღაც სამ ფანჩატურში მე ერთად არ დაждდები რა. ლაკა ხოშტარია არის ბევრად უფრო პრორუსი. უყურე, მას არასოდეს რა თქმა უნდა ბურჯანაძესავად არ უღიარებია რომ კიო მეურუსული ხო მაგრამ 20%-იანი დადიოდა ეხლა. ეხლა აღარ დადის სხვა ჩერს. ორჯერ რომ დამოუკიდებელ საქართველოს პირობებში ორჯერ მგიმო გაქვს დამთავრებული ორჯერ ერთხელ ხო არა ორჯერ და ერთხელ წარჩინებისგან არა ფასოდ და ყოველთვე რომ დაფიქსირებული დადასტურებული ჩარიცხვა რუსული ხაზინიდან სახელმწიფო ხაზინიდან ბიჭო ანუ მაგაზე მეტი პრორუსობა რა შეიძლება იყოს აი თქვენი ძმაკაცი გეგელი გაუშვით
გურის ჩემი არა ჩემი ჩერეს ძმა ჩერეს ძმა კაცი როგორც პოლიტიკოსები ვამბობთ დამატებით რომ ჩვენ გვჭირდება მეტი გაპოლიტიკურება ამ პროცესის პოლიტიკური ბრძოლის ველის შექმნა უფრო მკაფიო პოლიტიკური ბრძოლის ველის შექმნა და ჩვენი მთელი თეზა მთელი ამ დროის განმავლობაში იყო ბიჭო ერთ ამით გავთიშ ეს არის მისტერ ბიკო მე არა ამას ვერ ვინელებ კაცმა ბიჭო დოქტორის ისა ხარისხი ფილოსოფია და პოლიტიკური მეცნიერებები ისწავლა და ასეთი ბანალური, ასეთი ტრივიალური, ასეთი ცარიელი ფურცელი, აი უმარილო რო იტყვიან, ვაფშე სტერილური აზრები საიდან წარმოებს და საიდან არის ეს საზრისი, რა სააზროვნო აპარატი, ვაფშე ორიგინალურს არაფერს არ ამბობს. ეს ამას რა შეჭirdება დოქტორის ხარისხი, ამას სწავლა რა შეჭirdება პოლიტიკური ბუგაძე გავუშვი ძალიან მაგარს გრიგოლ უკვე მაბრაძე და შეიძლება არა შვილი ბუგაძე უმეშვას მოუწოდა რაც ჩვენ ახლა გვიჭირავს და ეს არის ძალიან მე ვიცი რა გიჭირავს მე ვიცი რა გიჭირავს გიჭირავს და გეჭირავს ამასაც სხვადასხვა აი მუშტის ხნევით რაც ჩვენ ახლა გვიჭირავს არ უნდა ამბობდნენ ეს თვითონ რომ ყველას ერთნაირი ვინც უყურებს მაგრამ რაც უჭირავს ხო აი არის ეს კაი თავიდან ჩართეთ ეს პასაჟი გავიცინეთ უკვე და აღარ გავღიზიარდეთ გავუშვით რაც ჩვენ ახლა გვიჭირავს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აი ბურჯები რაზე ჩვენ ვდგავართ ეს არის ჩვენი სიმტკიცე და პრინციპულობა თანმიმდევრულობა სიჯიუტე გნებავთ აი სიჯიუტე ჩვენი წინააღმდეგობის მოძრაობის ჩვენ მე ვფიქრობ უნდა გამოვიდეთ პროტესტის ლოგიკიდან და არა პოლიტიკური ცნებების ლოგიკიდან თუმცა ამაზე დისკუსია ძალიან მნიშვნელოვანია ხოდა ეს უჭირავთ აი რა თანმიმდევრულობაო ბიჭო თანმიმდევრულო არაფერში თანმიმდევრულები არ არის თუ პარტია არჩევნებში არის და კიდე რაღაც მონაწილეობებიც ეჭირათ მე და თუ არჩევნებში მონაწილეობას არიღებს და ბოიკოტს აპირებს ანუ ბოიკოტის შემდეგ არის რევოლუცია ღიად ამბობენ ზოგიერთები რევოლუციის ერთი ადგილი არ გაქვთ შექმნილი ძალიან რთული და ფეთქებაცაშიში ვითარება ჩვენს გარშემო აიძულებს უბრალოდ ქართულოსნას ჩვენ მოვთხოვთ რომ ასეთი ტიპების წინააღმდეგ კანონის ძალით კაცრად იმოქმედონ რა და რა გიჭირა მართლა ის უჭირავთ რასაც ყველა სერგია რომ ამბობდა ხო ბიჭო ამის პაძელნიკიც გაუშვათ რომელი ტურა დათო ტურა გაუშვით ძალიან მინდოდა რომ ეს რადგან ამ თემაზე საუბარი რაც რომ მე ადამიანს მოესმინა უბრალოდ ძალიან არ მომეწონა რომ ამ დროს ჩამთეთ იმიტომ ახლა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ გვისმენს ჩვენ და არ გვიყურებს იმიტომ ფეხბურთია ინგა და საქართველოს ნაკრები ეთამაშება პორტუგალიას და წარმატება ჩამთეთ ხოლმე რომ სმენელიც ყავდეს და მე გაწევთ გარანტიას რომ სმენელის ისედაც არ გეყოლებოდა მე და შენ ვართ ახლა მარტო არავინ არ ჩვენ არ გვისმენს და არავინ არ მოგისმენდათ მაგრამ აქ ინგას შენ ხვდები ანუ ის კი არა რომ ფეხბურთს მაყურებინე კაცო ნუ მრთავ ანუ მაინც ჩაერთო ანუ ამბობს რომ ესეთი უმნიშვნელოვანი რაღაცაა ჩვენ ნაკრები პორტუგალიას ეთამაშება და მოდი არ ჩაგერთვები რა მთელი ქვეყანა ამას უყურებთ და ნაკრებს უპალიში ყოთ და რაღაცა რა დროს შენთან ბალამუტია ნახევრად ამბობს რა ხო საერთოდ ინგა და აი ეს ტიპები ტეპიროლის ტიპები არიან შედარებით თუ სიტუაციაში ერთი კვირის თუ სამი კვირის წინ იძახდნენ რომ ბოიკოტი არის კარგი ახალი ზაკაზი რომ მოვიდა არ ვიცი ალბათ არ გაუჭირდებათ მაგრამ ძალიან ახლოს იყო ის პერიოდი როცა ებრძოდნენ არჩევნებს რა კი და პირველები იყვნენ ესენი ვინც გააშუქეს ხაზარაძის შემოგდებული კვლევა კი არა ეხლა მუშაობენ მოსახლეობის უმრავლესობა ოპოზიციურად გაწოლილი მოსახლეობის უმრავლესობა ემხრობაო არჩევნებში მონაწილეობასო მე გაპრავებინეს სვეჟად კამპანიურად თავის ფონდში აწიეს რაც შეეძლოთ იქამდე სხვაშორის ნეტა რასიზმს შემდეგ ნაბიჯს რას გადადგავს ხაზარაძე კიდე ერთხელ იმის გასაპრობებლად რომ აი არჩევნებში მონაწილეობა ის კი არ არისო რომ აი რაღაც დავალებები ვიღებთ და ვაკეთებთ არ დაგვავიწყდეს მეგობრებო რომ როგორი სიტუაცია ახლა ბოლო შეხვედრაზე როცა ხაზარაძე თავის ტელევიზიაში იყო მისული როგორ დაიმშვიდობა ინგას გახსოვთ იმედი არ დახურავენ რა კი ნუ ეგ მე მაგალითად ინგას აკუზე ადიოს ამიგაო ჰა ადიოს ამიგაო ქეთი დევდარიანი გაუშვათ აი მე და
თუ არ ვერთიანდებით, ვერ ვერთიანდებით, არ ყოფნის ინტელექტუალური რესურსი, აი თუ ჩვენ ხა გავერთიანდებით და თითო მას ესეჟი რაც თუ ისე გავერთიანდებით, რომ თითო გადაცემას ქვია, რავი, სარტრი არ უზით აშკარად და კიდე სხვა ლაპარაკი. აბსოლუტურად ხედავთ, რომ აბსოლუტურად სხვა რეალობაში ცხოვრობთ. სხვა რამგანაც გაერთიანების რესურსი ალბათ იქ ქვია. ხო, დაკარგულიცაა. დაკარგული რო ქვია გადაცემა. წამყვანი ვინ არის? ქეთი დევდარიანი არა. ლაშა ბუღაძე და ქეთი დევდარიანი ერთად, კი ბატონო. და კაი გადაცემა. დაკარგული დრო ძალიან. поисла утраченного времени, კი ზღაპარი ხო? არა, კაი გადაცემა. არა მაქვს თანახი, მინდა გამოგიტყდე, მაგრამ უყურე რა საბობენ ჯერ დავიწყო ინტელექტუალური რესურსი არ ყოფნით გაერთიანებისთვის, თორე ბრძოლისთვის როგორ არ ყოფნით ინტელექტუალური რესურსი. რას ნიშნავს? როგორ უნდა გაერთიანდნენ? ვინ უნდა გაერთიანდეს, ბიჭო, თქვენ, აი ეს ამფიბიებს სასვერჩი, კაცო, ამებები. სხვა შორის ამებები არ უნდა დაუძახოთ და მედუზები, ეგენი ერთიანდებიან და კოლონიებს ქმნიან და. როგორ უნდა გაერთიანდეს? სხვა შორის არის გაერთიანების შანსი, მაგათ, იცი საათ ციხეში. მანდაც ვერ გაერთიანდება. მანდაც ხო დაჭამდნენ ერთმანეთს, ხო, საერთო კამერაში. ხო, საერთო კამერაში ვერ შეუშვებთ. აი ხა მაგალითად პარტიის სამი ისე კურატნიკში რო გაუშვან ყველა ერთად. არა, ყველას არ ეკუთვნის, მოდი პირდაპირ თქვა. არა? ხო, ციხურად ყველას არ ეკუთვნის. კი ბატონო. მაგი ახლა ადამიანს ბეც შედეგე ძმაო ნუჩქვა. ხო და ვინ არის ამათი პარტიიდან? ანუ ამათი რა 4 ნომრიდან ვინ არის იქა? სადა? გვარსონა და არა. ის სამი კაცია. ხო. გვარამია. აი რატო არ შეიძლება? არ ვიცი, აი რატო არ შეიძლება ეს არის სამი ერთად შეაგდონ? შეაგდონ, ხო. ბრუტალი იქნება. რატო? ძალიან ბრუტალი იქნება. რატო რა? მე პაძერნიკები იყვნენ გარეთ. ვერი პაძერნიკებენ იქ. არა ნუ იქ ვერი პაძერნიკებენ იქ, ხო იცი? ცხოველური ინსტინქტი წაიღებს. ხო არიან, აი ძალიან მნიშვნელოვანია. პაძერნიკები არიან, ერთ საქმეზე არიან დაჭერილები, არიან ძმაკაცები ვითომ და არიან ერთი პარტიიდან. სამივე ერთად მარტოობა არის საგიჟეთი, არ შეიძლება გადაკეტილი ყოფნა, გაგიჟდები რა. სამივეს ერთად ჩასავენ თუ არა, ეგ მაინტერესებს. სხვა შორის ჩემთვის ტესტი იქნება რა. ანუ დაჟე ერთმანეთში რო გვერდებიან, იცი, შეიძლება ესე. რა თქმა უნდა. ანუ რა თქმა უნდა ჩვენ ვუყურებდით წინა საარჩევნო ამათ ეთერებს, სადაც გვარამია და მელია გვერდро იჯდნენ, ანუ გვარამია დემონსტრაციულად ცდილობდა ყველასთვის დაენახებინა, რომ ამას მე ვაჩმორებ და კარგი ჩემი ხედვის ბიჭი არის. მაყურებელი ამ სამში ვინ იქნება? რა თქმა უნდა მელია. მელია აბა ის საჯდომთ მოუბარი არის და ეს ხა უარესი და რა თქმა უნდა მან დაჩკაროშევა დაჩკა. როგორ გაიყოფენ? ყველა თავის შეჭამს. ან დავუშვათ ლარიოქს როგორ გაიყოფენ. მელია ახევს ამათ. ამ პრაგულკას არას, კაი, გასაგები. ლევან სანიკიძე. გულბოს ჯუნიორ. პირდაპირ ვიტყვი, საზოგადოებას კიდევს ახლა პასუხისმგებლობას. თვითონ ლელო მარტო 9 ნომერი ვეღარ იღებს და ახლა ბოლომდე უკან ხო არ დაიხევენ, დაიხიონ, არავინ არ მოუგებთ ნიშანს, კაცო. ანუ სწორად გავიგე ეს თქვენთვის მისაღები ვარიანტია? არ არის მისაღები, რა არის მისაღები? რომ მამუკა ხაზარაძეს და მე გამიყალბებენ და არ ვიცი, თქვენ რო ხართ საზოგადოების სახე, თქვენ ვერ გამიყალბებენ? და თქვენ უნდა აკიდოთ საზოგადოებას. და ჩვენ ვართო საზოგადოების სახე. ღვთები, საზოგადოების სახე, მე საზოგადოების დეტალატირის სახეს ესაა ძმაო. აი ვინც არ უნდა თავისთავად აიდენტიფიცირებდეს აი ამად ნებისმიერი ფაქტად ნებისმიერი ოპოზიციონერი, ნებისმიერი ადამიანი, ვინც იტყვის რომ აი ესაა ჩემი სახე. არა, ნებისმიერი ოპოზიციონერი რო იტყვის რომ მე ვარ საზოგადოების სახეო. არა, ის ბიჭო. საზოგადოება რომელიც ამას რომ ეს გულბოს ჯუნიორი არის ჩემი სახეო, ის საზოგადოება მკვდარია, ძმო აღარ არსებობს ეს საზოგადოება. ხო, ეხლა ყველაზე ძლიერი ვაშკაცი და შეუპოვარი მებრძოლი ხმალაღებული გია ხუხაშვილია, დავასრულოთ გიათი, იმიტომ რომ სული შემძრელ ბიჭო ინფორმაციას გვაწვდის. ინფორმაციას არა ამხნევს, გავუშვით თუ შეიძლება. სიკარებზე ჩვენ კი არ უნდა ვაკაკუნებდეთ, უნდა ვიბრძოდეთ. დი მაღალი სიკარებში შევდივარ. მაქსიმალური ფასი უნდა დაუსვათ ეს პირობებში არჩევნებში მონაწილეობა როგორ გესახებათ მაშინ თუ არაფერი აღარ არის ბრძოლა არჩევნები ბრძოლა ჩვეულებრივი აბა როგორ გინდა ესე კი უთანასწორო უსამართლო მაგრამ ბრძოლის ველია კი ჩვენ ვიცით რომ გააყალბებენ
ვიცით რომ იმამაძახლებენ, იმაიმუნებენ, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ, უნდა დავიცვათ. შენი ნაბრძოლი. არ გავაბედინოთ გადაწერა რა ბიულეტენების რა. არ გავაბედინოთ, ბრძოლის ველია ესა. აბა სადაგორ ჩვენ სხვა ეპიცენტრი და არჩევნების დღე, ომის დღე გამოვაც პოლიტიკურ. ბიჭო, გავაჩეროთ, რელევანტური ხო უნდა იყოს მოწოდება. აი, არა, რამაი ბომბია და შინაგანად ბომბია. სულით ბომბი. სულით ბომბი. ბიჭო, თან ბომბი შეიძლება კაი ტიპიც იყოს და ვაფშე არ არის ჩემთვის ნეგატიური კონოტაცია არა. რომ ძალიან მადლიერი ადამიანი ყოფილა, თავის ვაფშე არა უმადურია. ვაფშე არ არის უმადური. დაფასება, კი, და მადლიერია. ერთი რამეს ვიტყვი და დავასრულებ. ვიღაცა რელევანტური, რომელსაც რაღაცა ვაჟკაცობები ან ვაჟკაცობებთან მიახლოვდა, პრინციპული რაღაცები აქვს ჩადენილი ცხოვრებაში. გვირობას არავის არ თქვა. იმის გამო უნდა გვესმოდეს, რომ ბრძოლა კარგია და აი ამ ცხოვრებისგან სად ubრძოლიათ, რა ubრძოლიათ, ბიჭო, მე არ ვნახია. უბაზე არის ნაჭირაობი ბოლშევიკებთან ძმაო და ხუხაშვილი კიდე, ხუხაშვილი კიდე არის ერთადერთი ჟირინოვსკის მერე მე მგონი, ერთადერთი ვისი ექსპერტული აზრით რუსეთ-უკრაინის ომზე დაჯდა. გახსოვთ? ეს არ მოხდა. დაახლოებით წლი ნახევრის წინ ან ერთი წლის წინ ჟირინოვსკი ბაზანია. ძალიან პრიგოჟინიო ეხაო ჩავაო მოსკოვშიო რუსეთს აიღებსო. მე დაჯდა. აბა რა ქნა? ხო, ისე არ ახთა ეგ პროგნოზი? სადაა დღეს რუსეთი? ყველაფერი მეგობრებო, რა ვიცი. აბა შვიდად ვიყოთ პრიგოჟინი. ყველაფერი კარგად იქნება. ხვალამდე. კარგად ბრძანდებოდ. ნახავთ, მადლობა ყურადღებისთვის, ხვალ.